დავიწყოთ სულ თავიდან. იუმორისტი ნიკა ქავთარაძე წერეთლის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შეკრებილ სტუდენტებს ქართულ ტრადიციებსა და იუმორის კულტურაზე ესაუბრა. საჯარო ლექცია სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა, რომლის საფუძველი ორგანიზატორების განმარტებით სტუდენტთა მაღალი ინტერესი იყო. ეს სალექციო იუმორის თემაზე ნიკა ქავთარაძე მოვიწვიეთ იმის გამო, რომ უნივერსიტეტს ძალიან დიდი ინტერესი ჰქონდა გაეგოთ ბავშვებს, თემატიკა იუმორი ისეთი თემაა, რომ ბევრმა არ იცის სად როგორ უნდა იხუროს. მე ხშირად ყოფილვარ ნიკას ლექციებზე დავსწრები ვარ, დიდი ხანია ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს, მაგრამ გვინდოდა გაგვეკეთებინა, რომ წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს მოესმინათ მისი ლექცია. ნიკა ქავთარაძე ქართულ საჯარო სივრცეში ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაა. იგი ამბობს, რომ სტუდენტებთან შეხვედრა საინტერესო და პროდუქტიული იყო. ისინი მომხსენებელთან დიალოგში აქტიურად ჩაერთნენ და ბევრ უცნაურ საკითხზეც ისაუბრეს. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, რომ მესაუბრა ადამიანებთან, სტუდენტებთან იუმორის შესახებ, იუმორის მნიშვნელობაზე, იუმორის აუცილებლობაზე. ნებისმიერი სახის საინტერესო საუბრის ფორმატი არის კარგი. განსხვავებული ფორმატი იყო, საურთიერთოდ ვლაპარაკობდით უცნაურ საკითხზე და მე მგონი, რა ვიცი, კარგი იყო ამიტომ. შეხვედრის მიზანი ახალგაზრდების კულტურული განვითარების ხელშეწყობა იყო. იუმორი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია და მისი აღქმა საზოგადოებაში პოზიტიურ განწყობას ქმნის. შეხვედრის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ღონისძიებები საჭიროა მათში იუმორის კულტურის სასამაღლებლად. დღეს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს სტუმრობდა ნიკა ქავთარაძე. ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა ესეთი შეხვედრები, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი იუმორისტი ესტუმრება ჩვენს ქალაქს, ჩვენს იუმორით სავსე ქალაქს, მით უფრო კარგი. არაჩვეულებრივად წარმართა ჩვენი ლექცია, აგვიხსნა იუმორის მნიშვნელობა თუ რაოდენ საჭიროა ის საზოგადოებისთვის და ძალიან საინტერესოდ გამოვიდა. ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ბევრი ვიცინე და მოხარული ვიქნები თუ ესეთი საღამოები ჩვენს უნივერსიტეტში ხშირად გაიმართება. საჯარო ლექცია სტუდენტთა მაღალი ინტერესის ფონზე ჩატარდა. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანიზებით სხვა კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებები მომავალშიც გაიმართება.